საქართველოს ღვინის ქვეყანა იაპონიაში ორთვიანი გამოფენა გახსნეს. ვიზიტის ბოლო დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ორი ქვეყნის ერთობლივ ბიზნეს ფორუმშიც მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც დამსწრებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნეს. პრემიერი ფორუმის მონაწილეებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს ახალ მონაცემებზეც ესაუბრა. 3 დღის განმავლობაში შეხვედრები მიმდინარეობდა მსხვილ იაპონურ კომპანიებთანაც, რა დროსაც ავტოწარმოების სფეროში ცნობილმა რამდენიმე კომპანიამ საქართველოში ბიზნესის დაწყება არ გამორიცხა. გურამ როგავა ტოკიოდან. პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი იაპონიაში დასრულებულია. ქართული დელეგაციის წარმომადგენლები 3 დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდნენ უმსხვილეს იაპონურ კომპანიებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის მემორანდუმი, რომელიც ხელმომწერი მხარეების განცხადებით ქართული და იაპონური ბიზნესისთვის დამატებითი ბიძგი იქნება ინვესტიციების განხორციელების პროცესში. დღეს ასევე გაიმართა უპრეცედენტო მასშტაბის ბიზნეს ფორუმი ტოკიოში, სადაც სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ ისაუბრა მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასევე დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიაზე და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განათლების სფერო რჩება. გსურს განათლება საქართველოს ეკონომიკის დომინანტ სექტორად ვაქციოთ და მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-მდე გავზარდოთ მისი წილის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის საშუალებით. განზრახული გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ დარგის დაფინანსების ყოველწლიური ზრდა. ხშირად მithქვამს, რომ რეფორმების კუთხით მოსაკრეფი ნაყოფი ქვედა ტოტებზე არ დაგვრჩა. ძალიან ამბიციურ მიზნად გვაქვს დასახული. საქართველოს მრავალი მიმართულებით ვაქციოთ რეგიონულ ცენტრად და ყველაზე მგრძნობიარე და რესურსებით გაჯერებული მიმართულებით ვაპირებთ გამოწვევების დაძლევას. საქართველოს ყველა გაგებით არის რეგიონულ და გლობალურ ბიზნეს ცენტრად ქცევის ბუნებრივი კანდიდატი. ჩვენ ვიმყოფებით ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გასაყარზე. ვართ მცირე ზომის, თუმცა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის განსაკუთრებული მიმზიდველობის მქონე ეკონომიკა. ჩვენი ბაზარი სრულად გახსნილია, ეკონომიკა ლიბერალური, ხოლო ადგილმდებარეობა სტრატეგიული. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, საქართველოს ყველა რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს, მათ შორის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგშიც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამთავრობო ინიციატივა, მათ შორის ანტიკორუფციული ზომები ქმედითია. საერთაშორისო კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, უცხოეთში ბიზნესის წარმოებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გამჭვირვალობას. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რესურსი გააჩნია, იმისათვის, რომ იმედის მომცემი პარტნიორი იყოს ჩვენთვის. ქართული ღვინოების უკვე ნელ-ნელა მკვიდრდება ამ ბაზარზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს უკვე კოკაის ბრენდის ღვინოები შემოვიტანოთ იაპონიაში. საქართველოს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი გზა, ასევე მიმზიდველია ქვეყანაში არსებული ლიბერალური ეკონომიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს. ქართული დღე ასეთი სახელწოდება ჰქონდა ღონისძიებას, რომელიც ვიზიტის დასასრულს გაიმართა და სადაც მამუკა ბახტაძემ იაპონიის ხელისუფლებისა და ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა, გაიმართა ქართული კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია და სპეციალურად ამ დღისთვის იაპონიაში, ტოკიოში ჩამოვიდნენ ანსამბლები ბასიანი და სუხიშვილები. უკვე მეცნიერულადაც არის დადასტურებული, რომ მსოფლიოში მეღვინეობის კულტურა სწორედ საქართველოსდან გავრცელდა და ამის აღიარება მოხდა ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში, სადაც პირველად მოეწყო ქართული ღვინის გამოფენა. ჩვენ გვაქვს საშუალება იაპონელ ხალხს გავაცნოთ მდიდარი ქართული კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის ჩვენი კულინარია და განსაკუთრებით ქართული პოლიფონია, რომელიც ცალკე სიმაღლეა და რომელიც ბევრ სხვასთან ერთად მსოფლიოს მემკვიდრეობად არის აღიარებული. მე დარწმუნებული ვარ, კულტურათა ასეთი შეხვედრები ჩვენ უძველეს ერებს შორის გამყარდება მეგობრული კავშირები და კიდევ უფრო გაიზრდება ყოველივე ეს. დღესვე მამუკა ბახტაძემ ოფიციალურად გახსნა ექსპოზიცია სახელწოდებით საქართველოს ღვინის სამშობლო. გამოფენა ტოკიოში 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მამუკა ბახტაძემ დღეს ექსპონატები დაათვალიერა და იაპონელ ვიზიტორებთან ერთად ქართული ღვინოც დააგემოვნა. გამარჯოს. გამარჯოს. მე მიყვარს საქართველო. კარგია. კარგია. ჯუნკო კამოჰარამ ქართული ღვინო და ქართველები პირველად 10 წლის წინ გაიცნო. როცა მისი მეუღლე მასაიოში კამოჰარა იაპონიის სახელმწიფომ საქართველოში ელჩად გაამწესა. მისი სამუწურვის შემდეგ დიპლომატის ოჯახმა საქართველოსთან კონტაქტი კიდევ უფრო გაამყარა. ჯუნკო კამოჰარა ამბობს, რომ მეორე სამშობლოს ყოველწლიურად სტუმრობს.
დღეს კი განსაკუთრებით ბედნიერია, რადგან ის, რაც ყველაზე მეტად ენატრებოდა, ტოკიოს ამ საგამოფენო დარბაზში აღმოაჩინა. საქართველოს ჩვენთვის მეორე სამშობლოა, რაც შეეხება ქართულ ღვინოს, მასში საქართველოს მრავალფეროვანი და ყველგან გამორჩეული არომატი იყრის თავს. ყოველთვის როცა ამ არომატს ვგრძნობ, ასე მგონია, რომ სახლში ვბრუნდები. მგონია, რომ საქართველოს გულისცემა მესმის. საქართველოს გულისცემის მოსმენას იაპონელები მომდევნო 2 თვის განმავლობაში ტოკიოში შეძლებენ. ტერა და ვეარჰაუსის საგამოფენო სივრცეში ღვინოსთან ერთად ვიზიტორებს უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატები დახვდებათ, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნის მოქალაქეებს დაარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა. ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ იქცა ეს უძველესი ქვევრი, რომელიც იაპონური ტრადიციის, კინცუგის მიხედვით ოქროს მასალის გამოყენებით აღადგინეს. აღმოსავლური მენტალიტეტი ითვალისწინებს იმას, რომ რაკინივც აქვს ხარვეზი, ბზარი, როგორც ამ ქორზე ხედავთ მაგალითად, ის აუცილებლად უნდა შეკეთდეს და შეინახოს. და ამიტომ, სწორედ როგორც საქართველოს ისტორია არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაეცადა, ისევ გამთელდა 1000-ჯერ და ისევ ფეხზე დადგა, მომივიდა ეს აზრი, რომ ძალიან კარგი ალეგორია იქნებოდა ამ ორი კულტურის, უძველესი კულტურის დაკავშირება. ალბათ ალეგორია ისიც, რომ ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე ინფორმაციას ვიზიტორები თანამედროვე იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებითაც შეძლებენ. ეს სამგანზომილებიანი ვიდეო პროექცია Sony Music-მა სპეციალურად ქართული ღვინის გამოფენისთვის შექმნა. ამ ოთახის კედლები ინტერაქციულია. დამთვალიერებელი მისთვის საინტერესო რეგიონს ირჩევს საქართველოს რუკაზე და ეცნობა შესაბამის ინფორმაციას. უძველესი არქეოლოგიური ნამუშევრების აღმოჩენისა და თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვევის შემდეგ დროა დარბაზის გარეთ სივრცეში გადავინაცვლოთ. აქ ჭაჭაფართი გაიმართება. მოგვიანებით კი სტუმრებს ხინკლის მომზადების ვორქშოპზე დაპატიჟებენ. სურვილი გვაქვს, რომ თვითონ ეს ღონისძიება ამ 2 თვის განმავლობაში მეტი და მეტი ხალხისთვის იყოს საინტერესო. მაგალითად, ჭაჭანაითი, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი ღვინის კომპანიის ორგანიზებით ჩატარდება აი ამ ლამაზ გემზე, უფრო ახალგაზრდული ღონისძიება იქნება, სადაც იქნება DJ და ჭაჭას, ქართული ჭაჭას კოქტეილებს შეთავაზებს. როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩატარებულმა ღონისძიებებმა იაპონიაში შედეგი უკვე გამოიღო და მსგავსი კამპანია სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება. თავისი პალეტრით გემოვნური თვისებებით, მათ შორის ქვევრის ღვინო შეიძლება კარგად ესადაგებოდეს იაპონურ სამზარეულოსაც. ამავე დროს გარკვეული კულტურული ფაქტორებიც არის. იუნესკოს მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, ისევე როგორც იაპონური სამზარეულო და ამაზე ერთობლივი კომუნიკაცია, საერთაშორისო კომუნიკაცია ჩვენ იაპონელ პარტნიორებთან ერთად ქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა რიცხვებში წაისახა. წელიწადში იაპონიაში 100,000 ბოთლზე მეტი იყიდება. წელს კი 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემები წლის ბოლოს გაორმაგდება. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი პროექტი სახელწოდებით საქართველოს ღვინის სამშობლო ამომავალი მზის ქვეყნიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გადაინაცვლებს. რაც შეეხება მამუკა ბახტაძის იაპონიაში ვიზიტის დეტალებს, როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა გვითხრეს, ისინი თბილისში კონკრეტული შედეგით ბრუნდებიან. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ Mitsubishi საქართველოში ქარხნის გახსნით არის დაინტერესებული. გურამ როგავა საუბრობდა ტოკიო